მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ დიაყოლბაიას. მოგესალმებით. მიხარია შენი სტუმრობა. ყველა ჩვენი გადაცემა იყო ეპიკური. დიდი მადლობა მესალმებით მაყურებელს. განმეორებადად, ასე თქვა, ყურებადი. და მაქვს დღეს პატივი კიდევ ერთხელ იმას მისცემ. მადლობა, მე მაქვს პატივი თქვენთან სტუმრობის. მადლობთ. და ჩვენ მეგობრებო, ისეთი უცნაური თემა შევარჩიეთ, რომელმაც შეიძლება მისმა შესავალმა ნაწილმა ცოტა შეგაშფოთოთ, მაგრამ ამ თემას ძალიან კარგი, ასე თქვათ, ფილოსოფიური საფუძველი აქვს და მისი გამოცობის საშუალება ჩვენ გვაქვს და ვინ არა თუ არა დეა მოგცემს ძალიან პოეტურ, ფილოსოფიურ და მათ შორის მეცნიერულ სამედიცინო განმარტებას ისეთი მნიშვნელოვანი ფენომენის, როგორც არის სიკვდილი. რა არის ჩემი ინსპირაცია ამ თემაში? კლასიკური თანატოლოგია, სამი განზომილებით, ხო? ერთი სიკვდილი როგორც ბიოქიმიური პროცესი, მეორე სიკვდილის ფსიქოლოგიური პროცესი, როგორ ხდება ადამიანის მიღება სიკვდილისა, სიკვდილისთვის მზადება, ან სიკვდილის მიუღებლობა და აქედან გამომდინარე ერთგვარი სულიერი პროცესის დინამიკა და თან უაღრესად საინტერესო, ასე თქვათ, მომენტი სიკვდილის გაცნობიერება, როგორც ერთგვარი მალული ფაქტორი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს მოქმედებას, რომ ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ. და მესამე სიკვდილის სოციალურ ფილოსოფიური ფაქტორი. ეს უკვე თავად კაცობრიობის განვითარების სტიმულიც არის. რომ არა ასე ალბათ ცივილიზაციას ვერ შევქმნით, იმიტომ რომ დინამიკა რაღაცა მოვასწროთ. ალბათ ამ ფაქტორშია და თან ძალიან მნიშვნელოვანია მერე ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილში თუ მოვასწრებთ ამ სიკვდილის დაძლევის რა მექანიზმებს მივაგენით ჩვენ. ეს რელიგიაშიც არის, ფილოსოფიაშიც არის და სხვა რიტუალებში. და მოდი ჩვენ ახლა ამ თანატოლოგიის ერთგვარ სამ დონეზე საუბარი განვიზრახეთ. პირველი დონე სწორედ ბიოქიმიური პროცესი იყოს. რა არის სიკვდილი? როგორი ბიოქიმიური პროცესია და ორგანიზმში არსებული იმუნური სისტემა აი ამ ენტროპიის ბუნებრივ პროცესს როგორ ებრძვის? მიიჩნევა, რომ სიკვდილი ბიოლოგიურ დონეზე ეს არის ქსოვილოვანი სუნთქვის შეწყვეტა. აი მაგალითად ცნობილი კალიუმის ციანიდი. ხო? აი ოდნავ ენის წვერზე შეხება პირის ღრუში. აი სისხლის მიმოქცევის ერთი წრე და ითიშება ყველა მიტოქონდრია. ანუ ენერგოსადგური, სადაც ხდება ადენოზინ ტრიფოსფორ მჟავის, ანუ ATF-ის წარმოქმნა. ანუ წყდება ქსოვილოვანი სუნთქვა. შეიძლება გააჩერდეს გული მაგალითად, შეიძლება გაითიშოს ტვინი, თქვა 3-4 წუთი, მაგრამ მოახდინო რეანიმაცია. მაგრამ ის რომ გაჩერდეს მთლიანად ქსოვილოვანი სუნთქვა ყველგან, ანუ ყველა მიტოქონდრია გაითიშოს, ეს არის შეუქცევადი ბიოლოგიური სიკვდილი. აი მაგალითად არის ესეთი ნივთიერება დიჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი. ჩვენ ვიცით თირკმელზე და ჯირკვალი და ეს ორი ნაწილისაგან შედგება. აი წარმოიდგინეთ, ეს არის ქერქოვანი ნაწილი და შიდა ტვინოვანი ნაწილი. სხვადასხვა ჩანასახოვანი ფურცლიდან ვითარდება. და აი ამ ქერქოვან ნაწილში გვაქვს სამი შრე: გორგლოვანი, ბაგირაკოვანი და ბადურა. და აი ეს დიჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი არის სწორედ აი ამ ბადურა შრეში წარმოქმნილი ძალიან საინტერესო ნივთიერება. ეს სამივე შრე წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ სტეროიდულ ჰორმონებს. ეს ქოლესტერინიდან მიიღება ეს ნივთიერებები, ანუ ქოლესტერინის ძალიან სერიოზული და საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთიერება. და არის დადგენილი, რომ ამ ნივთიერების წარმოქმნა ყველაზე აქტიური ეს არის ემბრიონული პერიოდის ბოლო, მერე ჩერდება
მე ირთვება დაახლოებით 9 წლის ასაკიდან ვაჟებში და ქალებშიც უბრალოდ მეტი ნაკლები, ესე იგი მეტნაკლებობაზეა, თორე ორივეს გვაქვს ეს ნივთიერება და აქედან წარმოიქმნება ყველა სასქესო ჰორმონი და პიკს აღწევს 23-26 წლის ასაკში და მე იწყება ესეთი მკვეთრი ან ნაკლებად მკვეთრი ვარდნა. რა დადგინდა? რომ თუ კი ეს ნივთიერება დიჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი მიუახლოვდება 0.2-0.3, აი 0.3-ზე ქვევით თუ ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი 3-4 წელიწადში მოკვდება სიბერით. ეს ნივთიერება, ეს ერთ-ერთი ნივთიერება, ანუ აი სიკვდილის მარკერსაც კი უწოდებენ დიჰიდროეპიანდროსტერონის სულფატს. რა თქმა უნდა უამრავი სხვა ნივთიერებებია, მაგრამ ეს ერთ-ერთი. ეს რას ნიშნავს? რომ ამ ნივთიერებიდან მიიღება ყველა ტესტოსტერონის ფორმა, ყველა ესტროგენი, პროგესტერონი, სასქესო ჰორმონები მიიღება. და ეს ნივთიერებები ახდენენ დიფერენცირებას არა მხოლოდ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებისა, რომ მამაკაცი ეთყობა, რომ მამაკაცია და ათლეტურია და კაცის ტვინი ტექნიკურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მოზაიკურია სინამდვილეში. ამ ნივთიერებების დამსახურება არის სწორედაც რომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რაღაც გარკვეული კონცენტრაციით, გარკვეული თანაფარდობით. ეს არის ნორმალური იმუნური სტატუსი. ამ ნივთიერებების მოშლა ერთ-ერთი მიზეზი ავტოიმუნური დაავადებების, ქრონიკული ანთებების. აი, როდესაც ეს ნივთიერება, ეს დიჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი ეცემა, ნიშნავს იმას, რომ წვავდება დუნეთ მიმდინარე ქრონიკული ანთება. პრაქტიკულად სიბერით სიკვდილი ეს არის ქრონიკული ანთების აი ბოლო აკორდი. ეს ახლა თქვათ აი ბიოლოგიურ, გენეტიკა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გენებშია ჩაწერილი. გასაგებია რომ ეს სტეროიდული ჰორმონებია, მაგრამ ამათი გარდაქმნა ხომ ფერმენტებით ხდება და ეს ფერმენტები ძირითადად ცილებია. და ეს ცილები ჩაწერილია გენებში და მაგრამ აღმოჩნდა რომ გენების წილზე მოდის სადღაც 2-5%, დანარჩენი ეპიგენეტიკაზე მოდის. აი როგორც ახლა მე და თქვენ რომ გავიაროთ, თქვათ 1 კილომეტრი, ხომ? თქვენ მოსეირნობთ, თან უსმენთ სასიამოვნო მუსიკას და ესე და მე ვარ რაღაცაზე გამწარებული, დაბოღმილი და მივრბი ვარ. ვინ უფრო მეტ ენერგიას დახარჯავს, ვინ უფრო გაცვდება, ხომ? ანუ ეპიგენეტიკაში იგულისხმება გენთა შერჩევითი ექსპრესიის მართვა. და ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მექანიზმები, ეს არის ეგრესტებული მეთილირების, აცეტილირების, ეს არის X ქრომოსომის ჰიპერქრომატინიზაცია. ეხლა ეს რა არის? ეს ახლა არის სიტყვების უცხო სიტყვების კორიანტელი. ეს არის ის, რომ შეიძლება შენ გქონდეს კარგი გენი. მაგრამ ისეთი პირობები შეგექმნას, სტრესული პირობები შეგექმნას, ხო? აი აღმოჩნდა უსამართლობის მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი, სტრესია, ხო? და აი ეს დისტრეს სინდრომი ნიშნავს იმას, რომ სტრესი, აი სელიოს თეორია იყო ესეთი დიდი მეცნიერი, რომელმაც მოგვაწოდა. შეიძლება უკვე ბევრი რამ გადასახედიაო ამბობენ მეცნიერები, მაგრამ ძირითადი ღერძი მართალია, რომ სტრესი ემსახურება იმას, რომ შენ გაუძლო განსაცდელს. სტრესი აუცილებელია. ანუ, ნახეთ, აი გამიხარდა მეწყინა. ცხოვრება ეს არის, მატერიალური სამყაროს კანონები ეს არის და თუ არის ძალიან ძლიერი სტრესი, ხო? აი მაგალითად ძლიერი ძალადობა, უსამართლობა, უსამართლო თუ გამოგკეტეს ციხეში და მე გცემეს სიკვდილამდე. ხო ძნელია ამისი გადატანა, ხო, ფსიქიკურად და ბიოლოგიურად. ან არის საშუალო სიმძლავრის, მაგრამ სულ ქრონიკული სტრესია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ერთ-ერთი ჰორმონი ისევ და ისევ თირკმელზე და ჯირკვლიდან უკვე არა ბადურა შრიდან, არამედ ბაგირაკოვანი შრიდან. ჩვენ ხო ვთქვით გორგლოვანი, ბაგირაკოვანი და ბადურა თირკმელზე და ჯირკვლისა, ქერქის, აი აქ უკვე ხდება წარმოქმნა ნივთიერებისა, რომელიც დიდი რაოდენობით თუ წარმოიქმნა და წარმოიქმნება თუ ეს არის ქრონიკული ან ძლიერი მწვავე სტრესი. მაგრამ განსაკუთრებით ქრონიკული სტრესის პირობებში ეს ნივთიერება არის ის, რაც შენ გიბიძგებს იმისკენ, რომ გაფიქრებინოს, რომ ახლა არ არის დრო ვიღაცის თანაგრძნობის და სენტიმენტების. ახლა გამოხატული ემპათიისა და პოეზიის დრო არ არის, ახლა ჩვენ უნდა გადავრჩეთ.
კი, ეხლა მე შენ მოგიყვანე, შენ მომიყვანე სამსახურში, შენ მე პატივი მეცი და დამასაქმე, მაგრამ აი ეხლა ვიღაცა გამირიგდა რომ თუ ეხლა შენ ირაკლის მოიშორებ, შენ ირაკლის ადგილზე დაჯდები და სამჯერ მეტი ხელფასი გექნება და ეგერ ბანკის ვალები რო გვაქვს იმას ადვილად ანუ მე შეიძლება ამას აი ამის გამოყენებაზე ესე ძალიან უხეშად და ჟარგონზე ესე აი ესე როგორ არის ყაბუს ვარ აი მე ამაზე წამსვლელი ვარ აი აქ მინდა ჩავერთო ხა ძალიან საინტერესო აზრი განავითარე როგორ აქვს მეცნიერება შესწავლილი აი გულაგის პატიმრების ბიოქიმია შემდეგ როგორ განვითარდა მათი ჯანმრთელობის პრობლემა. ნუ ალბათ შეიძლება საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში არის. არ გამოიკვლევდნენ ახლა მაგ საკითხს, რაც საგვირველია, ცხა, იმიტომ რომ საერთოდ არ აღიარებდნენ პრობლემას. მაგრამ არის მეორე შემთხვევა, რომელიც მთელი კაცობრიობის ლუპის ქვეშ აღმოჩნდა, ეს არის ჰოლოკოსტი. და ებრაელთა შემდეგი რეაბილიტაციის პროცესი, ეს ნამდვილად მოხდებოდა დაკვირვების ქვეშ. კი ბატონო. აი იქ როგორ მოხდა? აი ამ ადამიანებმა რამდენ წესი ცხლეს ჯანმრთელობის რა პრობლემები გამოვლინდა? არის კი. აი ახლა ეს იგივე ეს რაც მოგახსენეთ მე რომ აი ამ ქრონიკული სტრესის პირობებში ეს ნივთიერება მოდის, როდესაც ემპათიის სინცირია და გადარჩენისკენ, ხო? და გაუმართლებელ გარიგებებზე წასვლის, ხო? ეს არის ნივთიერება, რომლის დროსაც შეუძლებელია სიყვარული. ხო ეს არის კორტიზოლი და აი ეს მაღალი კორტიზოლი რომელიც ასევე ქოლესტერინის წარმოქმნას ეს კორტიზოლი არის ის ნივთიერება რომელიც შენში იწვევს მაღალ შფოთვას და უბიძგებს სხეულს შფოთვითი აშლილობისკენ და შფოთვის დროს შენს ჩადი ისეთ საშინელებებს რომელსაც ნორმალური ფსიქიკის პირობებში ნორმალური არ ჩაიდენ. ხო, ალბათ ეს ხსნის თან იმ ჰოლოკოსტის აი ესე აი ატროფიას თითქოს და გაჩერებას იმ და შეგუებასაც თითქოს იმ ბანაკის წესრიგის მიმართ, ბრძანების შესრულების მიმართ და იმ ფაქტსაც რომ მისი მეგობარი თუ თანამოძმე უბრალოდ რიგში გათვლის რიცხვის დამთხოვის გამო მოკლეს. და ეს ისევ დგას ესე თქვა. ან გუნდი გახსოვთ მომღერალთა გუნდი ებრაელების და მუდმივად სულ სიმღერა იყო, უბრალოდ იცვლებოდა რეკრუტი იყო მომღერალთა გუნდში, იმიტომ რომ არჩევდნენ და ეს თვითონ ეს ქართულად არ ვიცი სტარასტა ვინც ესე იგი კურირებდა ებრაელებს თვითონ ამ ტყვეებში, მას ავალებდნენ რომ შეერჩია, აბა ვინ წაეყვანათ გაზის კამერაში, ხო და არჩევდა შედარებით ავად ყოფებს უფრო ასაკოვნებს და ასე შემდეგ ახლა იმის ნათესავი იმის ახლობელი ეს მოსულა ყველგან ხო კავშირები და იქაც აი ნახეთ აი ამ სელექცია ამ საშინელი სელექციის პირობებში იქაც რაღაცა მორალი რაღაცა ზნეობა მაგრამ აი ამ ქრონიკული სტრესის პირობებში სიკვდილისადმი დამოკიდებულებაც ხდება არა მორალური მაგრამ თავისი მორალის პირობებში როგორც უკაცრიელ კუნძულზე არის ესეთი აღწერილი შემთხვევები მოხდნენ უკაცრიელ კუნძულზე, ყველაფერი საჭმელი გამოელიათ და დადგა დღის წესრიგში საკითხი რომ ვიღაც უნდა შეჯამო. ხო, ეს ფილმიც კი არის ამაზე გადაღებული. შემთხვევა ნამდვილი ამბავის 70-იან წლებში, როცა ჩამოვარდა თვითმფრინავი, ფილმია რამოდენიმე გადაღებული და არაერთი, როცა ჯერ გარდაცვლილი მგზავრები ჭამეს და შემდეგ რაღაცა ისეთი შემთხვევებიც იყო კანიბალიზმის. კი, კანიბალიზმის. ან და იგივე ვთქვათ ეს დიდი აღმოჩენები ჩრდილოეთ პოლუსი ეს ანტარქტიდა ხო რომ არ იცოდნენ რომ ასეთი პირობები შეიძლება დედამიწაზე ყოფილიყო. პირველი გზამკვლევები არიან და არის პირველი სურათი როცა იწყება ეს მოგზაურობა და ერთი 30 კაცია და იმის ბოლოს ერთი 3 არის და ისეთ შეშლილი სახით. ხო ესე იგი მათმა რა გაიარეს რომ იქიდან მე ხო. ან ნახეთ აი ეს ბიოლოგიური საკითხი სიკვდილისა, რომელიც ჩვენ დავიყვანეთ მთავარ კრიტერიუმამდე, რომ ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, ანუ ბიოქსოვილოვანი სონთქვის შეწყვეტა, რომელიც განპირობებულია ჰორმონებით, ფერმენტებით, ხო, მედიატორებით, გენებით და ამ გენების ეპიგენეტიკური მართვით. ხო? ზოგჯერ არის მაგალითად, რომ აი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, მაგრამ იმდენი რამე მაქვს გადატანილი, მაგრამ ერთი ნაოჭი არ აქვს. ხო? იმიტომ რომ იმისი დედა, მამა, ბაბუა, პაპა და ასე შემდეგ და ასე გამოირჩეოდნენ გამძლეობით, გამოირჩეოდნენ რომ იყვნენ ჯანმრთელები და უფრო ესე თქვა 100 წელს მიაღწია. ესეც არის გენეტიკური ფაქტორები. აი, დია, ეხლა
ჩვენი მსჯელობიდან რაღაცა ესეთი სურათი გამოიკვეთა, რომ გადარჩენის ბიოლოგიური მექანიზმი, ანუ სიკვდილის თავის არიდების ბიოლოგიური პასუხი, ანთროპიის გადავადების ბიოლოგიური პასუხი ერთგვარად ჩვენს ტვინის ბიოქიმიაში ქმნის ისეთ ემოციურ სტიმულატორებს, რომელიც გადარჩენისკენ უფრო წაიყვანს ადამიანს. დიახ, და ეს გადარჩენა შეიძლება იყოს ზნეობრივ კალაპოტშიც და უზნეო, ხო? შენ მომიყვანა სამსახურში, რა ვქნა ძმაო, მივალები მაქვს და შენს რა ხდებოდა ხა გულაგში ის ხო საშინელებები იყო რა, აბსოლუტურ უმრავლეს ვიკ ალბათ და ნორმალური ადამიანი რჩებოდა ათასობით ადამიანში 1 და 2, დანარჩენი აბსოლუტურად ასე თქვა რაღაცა გავარვარებულ ველურ პირობებში ცდილობდნენ გადარჩენას და ამ პირობებში ზნეობის ადგილი არ რჩებოდა და ტვინი წარმოშობს, აი ბიოქიმია წარმოშობს თვითონ აი ამ მექანიზმებს, რომ ესე იაზრონ, აღარ იყო ემპათიური. ნახეთ, ემპათია ეს არის დიდი ფუფუნება, ხო? ეს არის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის, ანუ ფრონტალური ნაწილის, ანუ პრეფრონტალური ქერქი, ასე ქვია და აი ესე რომ წარმოიდგინოთ, ხო? ხშირად ვაჩვენებ ხოლმე, ხომ? აი ეს არის ეს მედიალური ზედაპირი, ეს არის ლატერალური ზედაპირი და აქ ცხოვრობს მე მინდა და აქ ცხოვრობს საზოგადოებას უნდა და ასეა საჭირო. ეს არის სუპერეგო და ეს არის ეგო. არის ეგოიზმი, არის ეგოცენტრიზმი, ხო? ეგოიზმი ნიშნავს იმას, რომ მე მესმის, რომ ხა თუდად ვიქცევი. მე მესმის, რომ არასწორად ვიქცევი და მე ვიცი, რომ შენ გულს გტკენ, მაგრამ მე მიღირს ჩემი სურვილი ამად. ხო მე მესმის რომ შენ გტკივა, მაგრამ იგნორირებას ვახდენ, მე ეგოისტი ვარ, მაგრამ ეგოცენტრიზმი ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვაკეთებ, კი, ეხლა მე შენ მომიყვანე და ეხლა შენს ადგილას ვიკავებ. მე რა მოხდა? მე არ მესმის შენი განსაცდელი და ტანჯვა. ეხლა ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ არ გესმის ესეთ საშინელებას ჩადიხარ, ხო? მართლა არ ესმის ბიოლოგიური რესურსი არ აქვს. ეხლა ისმის კითხვა, რომელი გადარჩება ჩვენ შორის? მე გადავრჩები. იმიტომ რომ მე ვარ უსინდისო ამ სიტუაციაში, არ მაქვს ბიოლოგიური რესურსი, რომ მქონდეს სინდისი, ძარღვი. ხო, აი ზუსტად ეს პროექციაა. ანუ ეგოცენტრიკების გადარჩენის ალბათობა მაღალია. კი, მაგრამ რად გადარჩენის? ხო, ხომ უნდა გადარჩე რაღაცისთვის, ხო? ადამიანად უნდა გადარჩე. ანუ მეორე ასპექტი ერას ბრძანეთ აი ბერძნულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთს ჰქვია მთავარ ღმერთს ჰქვია აიდი. აიდი. თანატოსი მისი მთავარი მოადგილეა. ეს თანატოსი მიდის თვითონ აიდი იშვიათად მიდის. ძალიან დაფასებული ტიპი უნდა იყოს, რომ თვით აიდი მოვიდეს. და აი აიდი ითარგმნება წინსართი ნიშნავს უარყოფას. აი ატროფია, მაგალითად აპათია, უარყოფას ნიშნავს, ხო? და იდი ნიშნავს ის რაც ჩანს, ხილვადი. აიდი ნიშნავს უხილავ. აიდი ნიშნავს ის, ვინც აუჩინარებს, გამაუჩინარებელი. აი სხეული, მიცვალებული სხობა არის იგივე, რაც გუშინ იმ ცოცხალში, რაც იყო, ცოცხალი რაშიც იყო თუ როგორც არის. ახლა კი რა არის? სხეული იგივე, რაღაც აღარ არის, რაღაც გაქრა. ხომ? აი ის რაც გააქრო, ის აიდია, ხომ? და თანატოსი არის, ვინც აიდის ბრძანებას ასრულებს. თანატოსის ტყუპისცალი არის ჰიპნოზი. ეს არის ძილის სიზმრის გარეშე. ანუ, როდესაც შენი ცნობიერება ითიშება. სწორედ ამ ფაზას უკავშირებენ ყველა რესურსის აღდგენას ორგანიზმში. ხო, არის REM ძილი, ანუ როდესაც იწყება სიზმარი. REM ნიშნავს თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა. ეს ადამიანებშიც ასეა, ცხოველებშიც ასეა REM ძილი. აი ამ დროს ადამიანი ხედავს სიზმარს. ეს არის უკვე ემოციური რესტარტი. აი თუ ძილი სიზმრის გარეშე ეს არის მთელი ჩვენი ბიოლოგიური რესურსი. აი ამ დროს მოდის ზრდის ჰორმონები, ამ დროს მოდის აი ფერმენტული სისტემის აღდგენები, ეს სეროტონინები, ესენი გროვდება, სინთეზდება, რომ შენ რომ გამოიღვიძებ, იყო აქტიური, ხო? შენ თუ დაღლილმა გაიღვიძე, ეს ნიშნავს რომ შენი ძილი იყო არასრულფასოვანი. შენ ვერ დაგიგროვდა სათანადო ენერგია
რატომ ვერ დაგიკროთ? აი მაგალითად, იგივე კორტიზოლს უბრუნდებით, რომ კორტიზოლის მაქსიმუმი უნდა წამოვიდეს დილიდან 5-დან 7 საათამდე, ამ დროს უნდა მოიმატოს წნევამ, ესეთი ირიგაცია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და შენ გამოდიხარ ესე პლავნაპირი ხოც, პლავნა პრიმრაშჩაეც, ეს გადადიხარ და გადმოდიხარ სიფხიზლეში და ნელ-ნელა და ეხლა ავდგები ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. მაგრამ თუ შენ ღამე ძილის წინ და შენ გეძინება იმიტომ ერთ-ერთი მიზეზი რომ კორტიზოლი დაბალია, მაგრამ სტრესის გამო იყო არა ამდენი, არამედ ამდენი ნამატი ხო გაქვს ნარჩენი კორტიზოლი. შესაბამისად დილისკენ მოგცემს არა აი ამ მაჩვენებელს ნორმას, ხო, არამედ აი ამ მაჩვენებელს. ანუ გულის შეტევების, ინფარქტების, ინსულტების, თრომბოემბოლიების რიცხვი დილის საათებზე მოდის, იმიტომ რომ კორტიზოლია ის რაც წნევას უწევს და შენ თუ უნდა გქონდეს 110-70-ზე ნორმაში, დილით რომ გაიღვიძო, შენ გექნება 160, 100-ზე. მივხვდით, ნახეთ? აი ეს რესტარტები სიზმრების სახით, ძილის სახით და ამბობენ რომ აი ძილი იმპროვიზირებული სიკვდილიაო. ხო? ამიტომაც დაარქვეს თანატოს და ჰიპნოზ ტყუპი ძმები. და აი ნახეთ ჰიპნოზის, ანუ ძილის ღმერთის და ერთ-ერთი ხარიტის ეს არის აგლაია, სიცხადე ბრწყინვალება, სინათლე ესეთი ღვთაება და ანუ სიცხადის და ძილის ქორწინებით ჩნდება ვინ? მორფეუსი. მორფეუსი ნიშნავს სიზმარი. აი სიზმარი არის, როდესაც შენი ტვინი ენერგიას გარდაქმნის ფორმად და გაჩვენებს სანახაობას. აი ახლა მაგაზე მინდა ზუსტად გაკითხო. როგორია სიკვდილის წინა განცდები? ახლა შენ რასაც აღწერ, ბერძნული მითოლოგია ეს ხო საუნჯია საერთოდ. რომელშიც სანამ ემპირიკა იქნებოდა უკვე აი ეს პოეზიაში არის აღწერილი ის, რასაც მე ემპირიკაში მივაგენით. ეს იგივეა ახლა შენასაც აღწერ სიკვდილის წინა განცდები, რომელშიც სხვადასხვა ფაზებია, სხვადასხვა მდგომარეობებია, მაგრამ ემპირიკაში როგორ არის აღწერილი? ძალიან საინტერესო კვლევა, დიდი დაახლოებით 15 წლიანი, უბრალოდ ახლა დამავიწყდა იმ კლინიკის და იმ ექიმის სახელი. ესე იგი 10-15 წელი აკვირდებოდნენ პალიატიური პაციენტების, ანუ როდესაც უკვე აი სიმპტომურად მკურნალობ პაციენტს რომ შეუმსუბუქო, თქვათ ყოფა. თუმცა ყოველთვის ახლა პალიატიური არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განცდებული შეიძლება სასწაულიც მოხდეს და მერე მოტრიალდეს სიტუაცია. და ესე იგი იწერდნენ ამ პაციენტების სიზმრებს. და შედგა რაღაც გარკვეული სტატისტიკა. სიკვდილამდე 11 თვით ადრე უკვე იწყება პირველი უჩვეულო სიზმრები. ანუ გამოჩენა გარდაცვლილი ახლობლების, ნათესავების, ან თქვათ საყვარელი ძაღლის. აი ძაღლები და ცხოველები ფიგურირებდნენ უფრო ბავშვებში, აი როდესაც განსაკუთრებით აი ონკოლოგია, ჰემატოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური და ასე შემდეგ, სადაც ბავშვებში არ იყო ჯერ დაგროვილი ინფორმაცია, ხო არ იცის ბებია, ბაბუა თქვათ, ხო? და ხედავდნენ უკვე დაღუპულ ძაღლს ან და ასე შემდეგ. ან გმირს ფილმიდან ზრდასრულებში არის აღწერილი, რომ ხედავენ გარდაცვლილ ნათესავებს, ესენი პერიოდულად მოდიან, ეჩვენებიან, მე ეს ღრმავდება, რთულდება სცენარი და რა. ეს იზრდებათ, რომ მიემგზავრებიან სადღაც. რომ ალაგებენ ჩემოდანს, რაღაცა ჩანთას, რომ არიან რკინიგზის ბაქანზე. რომ არის ბევრი ხალხი, რომ მატარებელი სადაცაა დაიძრება, რომ ვიღაცა დაეკარგა. ეს თვითონ მიდის თავად და ბაქანზე ვიღაცას ეძებს. აი ეს შფოთვა, რომ აი მე მივდივარ ვიღაცას ვტოვებ. ან მაგალითად არის მდინარე და მდინარეში ჩავარდა. ანუ ორგანიზმი გრძნობს უკვე ერთგვარ ეტროფიის მდგომარეობას და ეს წარმოდგენილია რაღაცა სიზმრებში იმპულსების აქ არის მოწოდებული მარტო ესეთ აღწერილობა. ამაზე დასკვნის გაკეთება არის ძალიან რთული.
იმიტომ რომ ეს ძალიან თვითონ ახლა თავად კვლევის ეს არ არის ექსპერიმენტები, ეს კვლევაა სტატისტიკური და ამის დიზაინი კიდე ცალკე თემაა, ახლა ვინ შეარჩიეს, იქ ასაკი, გახსარებლობა, ვინ მორწმუნე, ვინ ურწმუნო და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ აი 11 თვე სიკვდილამდე უკვე იწყება აი ასეთი ექსპანსიური სიზმრები, ან ის რამდამა სიზმრე გაწვა, აი არც მიფიქრია იმაზე, აი ეს მომენტები მოდის, ყველგან არის ეს წასვლის თემა, ყველგან არის ეს ან მატარებელი, ან ავტობუსი, ჩანთის ჩალაგება, ყველგან ფიგურირებს მაგალითად წყალი. წყალი მოგეხსენება პირველ ყოფილი ქაოსის სიმბოლოა და ასე შემდეგ, ხო? ეს კვლევები არის. რას ნიშნავს როგორ რა პორტალზეა ლაპარაკი, ჩვენ არ ვიცით, ხო? ხო, აი ეს მორფეუსის ამბავი, რომ შენ ტვინი გიფორმებს ენერგიას, აძლევს სტრუქტურას, ანუ შენ აძლევ სიზმარს ფორმას. აქ არის სამი მომენტი. პირველი ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფსიქოლოგიური რესტარტი, კომპენსატორული სიზმარი. აი მაგალითად დედა გარდაეცვალა, მამა ან ჯვარი წერია ახლა შვილებზე არა, მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს. გახსოვთ ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი იგივე ჰოლოკოსტიდან, როდესაც მამა შვილებრაელს რო ხრედა და თქვენი ბოლო სურვილი რა არისო და მამა ეუბნება, რომ მე დამხრიტეთ პირველად, მე მესროლეთ და რატომ მე არ უნდა ვნახოთ ჩემი შვილის სიკვდილიო. მაგრამ ასეთი რაღაცებია კაცობრიობას გამოვლილი და კიდე ახლა ეს ღაზა და რაღაც საშინელებები და ვერ სწავლობ. არავინ არ თქვას რომ შენი ისტორია გასწავლის რამეს. არა, თურმე ვერაფერს ვერ სწავლობ. იმეორებ და იმეორებ. ბოლო 40 წელი, ხო? ჩვენთან მithumet. ხო, ნახეთ მე ეს კომპენსატორული სიზმრები რომ ხედავ გარდაცვლილ დედას, მაგრამ როდის ხედავ ამ სიზმარს? როდესაც შენ გიჩდება კითხვა რომ აი ამდენი ხანი გავიდა, 40 დღე გავიდა, ხო, აი მეზობელმა ნახა დედა ჩემი გარდაცვლილი და მე არ მინახავს ეს სიზმარი, იმდენად დიდია სტრესი, რომ შენ შეიძლება ნახე კიდეც, მაგრამ მეხსიერებას ვერ მოაქვს. ხო? აი როგორც კი ნელა განელდება, რა თქმა უნდა, მწუხარება არის, სულ გახსოვს და სულ წუხარ, მაგრამ შენ უკვე ნელ-ნელა შრომის უნარიანობას იძენ, ხო? ანუ უკვე ხდება გარკვეული რეაბილიტაცია და როგორც კი შენი ტვინი მოეშვა ცოტა და უკვე გომზე მე ხედავ აი ამ კომპენსატორულ სიზმარს და ვახ, დედა ჩემი, მამა ვნახე სიზმარში და არა, თურმე ეს გაბრაზებული იყო ჩემზე, რომ ამდენი მწუხარება რა არის? შენი ორგანიზმი კარნახოს რომ ამის იქით გლოვა უკვე შენი დამანგრეველიაო. ეს კომპენსატორული სიზმრები არის ეგრეთ წოდებული ვისცერული თეორია, რომ აი რაღაცა ორგანო არის დაზიანებული და სიზმარში ეს ორგანო შენ კარნახობს რაღაცა სიმბოლოების სახით, რომ აი მაგალითად ორთაბრძოლაში წელში ხმალი გაგიყარეს. და ამ დროს თურმე თირკმელში რაღაც პროცესია. აი რაღაც ამდაგვარი. აი ორგანიზმი გარკვეულ რაღაცა სიმბოლოებს გვაწვის ინფორმაციების სახით, თუ რა ხდება შინაგან პროცესში, თუმცა ამას ამოკითხვა ჭირდება. ეხლა ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც ჩვენი დისკუსიის შესავალში დავაანონსით. სიკვდილი როგორც ერთგვარი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ. რომ წარმოიდგინო ჰიპოთეტურად დაუშვათ ადამიანური ორგანიზმი ისე რომ ის არ ბერდება და აი ესეთი დაბერების შედეგად არ გვხვდება ესეთი ორგანიზმი, არ ვიცი რას მივახცევთ, საერთოდ შევქმნით თვალად კაცობრიობას. შეიძლება იქამდეც კი წავიდეს ახლა ჩემი სპეკულაცია, რომ ოჯახის შექმნა თავად აი ამ სიკვდილის გააზრების შედეგი, ანუ პირველადი ერთგვარი ემბრიონის სოციალური სტრუქტურის. რომ ჯერ გააგრძელო შენი ცხოვრება და შვილში და ასე ვთქვათ შთამომავლობაში უფრო რიტუალურ ინტერპრეტაციაში გააგრძელო შენი არსებობა და არა ისე რენდომულად როგორც ველურ ბუნებაშია რომ რა ვიცი მდედრი მამრი პლუსი მინუსი და გაჩნდა და მეტი არაფერი ანუ აქ გააზრებულია თავად ეს რიტუალიც და საკრალური პროცესი და მეორე რაღაცას მიაღწია საერთოდ რაღაცა თქვა ამას აქვს ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა შენ როგორ ფიქრობ სიკვდილი ბუნებრივი მდგომარეობა არის ისეთი რომ ადამიანები არ ფიქრობენ სიკვდილს. აი, კარგად ხარ, რატომ უნდა იფიქრო ხა სიკვდილს? ჩვენ ახლა შევთავაზეთ საზოგადოებას რაღაცა უკანა ხედიდან შეხედონ თითქოს თავის ცხოვრების პერსპექტივას, მაგრამ კარგ მდგომარეობაში თუ ხარ, საერთოდ არ ფიქრობ სიკვდილს. არც უნდა იფიქრო. მაგრამ ის სადღაცა ქვეცნობიერით
დონეზე მუშაობს. იცი რომ ლიმიტი გაქვს. შენ როგორ ვფიქრობ? კი ბატონო, ყველა ჩვენთაგანმა იცის რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, მაგრამ ყოველ დღე ისე ცხოვრობს, თითქოს მარადიულად არის მოსული ამ ხელმან. ეს ჯანმრთელი ფსიქიკაა. კი ბატონო. მაგრამ როგორც კი ფსიქიკაში მოხდება რაღაც მატრიგერებელი სტრესი. და აი სწორედ მატრიგერებელი სტრესი არის, როგორი ზომიერი სტრესი, არის საზოგადოების განვითარების მთავარი იმპულსი. შიმშილი, ხო, ესე იგი საჭმელი, კვებითი. ანუ ეს მასლოუს ეგრეთ წოდებული პირამიდა, ეს ბაზისური. ეს არის გამრავლების მოთხოვნილება, სექსუალობა და ეს არის უსაფრთხოება. აი ეს სამი პუნქტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აი როგორც წესი, აი რომ ამბობენ, აი დეპრესიის მიზეზები ის არაფერი, ორი მიზეზი არის ძირითადად ყველა მწუხარების, ყველა დეპრესიის. ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა, როდესაც დაირღვა გენეტიკა, ეპიგენეტიკა, ჰორმონები, მედიატორები და ან ეს იყო თანდაყოლილი, არ ეს იყო შეძენილი, ჯანმრთელობის პრობლემა. მაგალითად, მოხდა რაღაც, მე დამემართა დიაბეტის სტრესი და შენ არ დაგემართა. ხო, ერთია ტრიგერი, მაგრამ რეაქცია სხვადასხვა. შეგვიყარა ვირუსი, მე ფეხზე გადავიტანე, შენ ახველე 2 თვე. ხო, ინდივიდუალურია, ხო? აი როგორც კი შენ გადალახავ და დანაყრდი შვილებიც გყავს, აი ოჯახიც ყველაფერი, გაუმრავლდით, ბიოლოგიური უკტავების ილუზია გვაქვს, ხო? გავგრძელდით ბატონო. აგერ ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე გვაქვს. და მე იწყება მსჯელობა, რომ კი მაგრამ ამის გარდა კიდევ რამე არის? აი ეს ახლა რაღაცა როგორც მაგალითად დემეტრას ქალიშვილი პერსეფონა უდარდელად დასეირნობდა ღრუბლებში და ასე ყველაფერი ჭიკჭიკი და ცხრები და იქ იხვები და ბატები ტბაზე, ბურთი, აი ეს და ამის იქ და ამოვარდა სიკვდილის ღმერთი, აი დიდა. აი რა არისო კიდევო მითი გეუბნება. და ვინ არის დემეტრა? დეუს მატერ არის. ანუ ღმერთების დედა არისო და მისი შვილი პერსეფონა კორა ვინ არის? ეს არის სიცოცხლის ენერგია. აი ეს რაც აღმოაცენებს თესლიდან ღვივს. ანუ ღმერთი აიდი ქორწინდება სიცოცხლის ენერგიაზე. სიცოცხლეზე ქორწინდება. დემეტრა ნაყოფიერება სიცოცხლის გამოვლინება. მიყავს ქვესკნელში და ცოლქმარი, სიკვდილი და სიცოცხლე. სწორედ ამიტომო ყველაფერი ცოცხალი მიწიდან ამოიზრდება, იმიტომ რომ იქ არისო სიცოცხლეო და იქიდანო და ნახეთ რა მოიფიქრეს ჩვენმა წინაპრებმა სიკვდილის თემაზე. რომ ვინაიდან სიკვდილი სიცოცხლეზე დაქორწინდაო და შესაბამისად ყველაფერი ცოცხალი ამიტომ მოემართება მიწიდან ზევით, ამიტომ ცოცხალი თესლი ცოცხალი უნდა დამარხო. ანუ თესვა ეს იყო რიტუალი პერსეფონა რომ აიდმა მოიტაცა. თესლი ცოცხლად დამარხე და იქიდან აღმოცენდა ხორბალი, იქიდან აღმოცენდა ვაზი. ანუ მე რომ მოვკვდი, ანუ ხო, იქ გავცოცხლდი. და იქ რომ მოვითავე ჩემი კარმიული მთელი ეს გარდაქმნები, იქ რომ მოვკვდი, აქ დავიბადე. აი ეს იდეა შემდგომ ედება საფუძვლად მიწათმოქმედებას. ან ჯერ იყო თქვათ ეს დაკვირვება, რომ თესლი დაეცა მიწაში გაღვივდა, ესე იგი სიცოცხლის მუხტიაო. რომელი იყო პირველი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის გველი, რომელიც კვეს თავის კუც. ანუ ის რომ სიკვდილი და სიცოცხლე ცოლქმარია. ის რომ კვდები იქ იბადები და იქ რომ მოკვდები აქ იბადები ნიშნავს იმას, რომ ადამიანისთვის არ შეუძლია წარმოდგენა გაქრობის. ვერ ჩერდება ტვინის ერთადერთი ფუნქცია არის სულ მოძრაობა. სულ ფიქრთა კორიანტელი და კარუსელი. აი ურჩევნია იყოს მარადიული ჯოჯოხეთი, ოღონდაც არ დამთავრდეს. ხო. ხო? აი ახლა ქრისტიანობაში მაგალითად აი ეს იდეა, რომ აი ამ წუთის სოფელში შენ დააშავე, საშინელებები ჩაედინე და დაიმსახურე ჯოჯოხეთი მარადიული.
ჩვენ ამ იდეას მიჩვეულები ვართ, მაგრამ მაგალითად აღმოსავლეთში, თქვათ ინდოეთში ამბობს, რომ ეს არ არის სამართლიანი. ამ წუთის სოფელში, ამ გამოცდილებით მწირი, რომელიც გაელვებაც კი არ არის სამყაროსთვის, მე დავაშავე უმეცარმა ბრიღმა და ამისთვის მარადიული ცეცხლი და გოდრონია არ არის სწორიო და გეუბნება, რომ შენ უამრავჯერ გექნება საშუალება, უამრავჯერ გექნება მცდელობები, რომ ბოლოს და ბოლოს გახდე სანსარას აი ამ ბორბლიდან გასვლის ღირსი. ეს მე არ ვადარებ ქრისტიანობასა და ინდუიზმს. მე უბრალოდ ვამბობ, ვის რა წარმოდგენები შეექმნა. ხო? ეგვიპტეში სხეულის კულტია და მუმიფიცირება ხდება. ინდოეთში პირიქით სხეულთან მიჯაჭულობა უბედურებად ითვლება და სხეულს წვავენ. და მაგალითად შივას ქალაქში, კაშში სადაც არის, ახლა გამახსენდება ამ ქალაქს, ჭადის სახელი დაგავიწყდა. მოკლედ აი ამ ქალაქში არის კოცონი, ეს კრემატორიუმები, ანუ ეს კრემაციის ადგილები, ცეცხლი, რომელიც ბოლო 5000 წელი არ ჩამქარავდა. ხო? ანუ დამოკიდებულება სიკვდილისადმი კაცობრიობის ერთგვარი არ არის. კულტურიდან გამომდინარე განსხვავებულია. ეგვიპტეში კულტია ინახავენ, იქ წავენ. ხო, ნუ ახლა თუნდაც 7 საოცრებიდან ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ვარანასი, ბოდიში. იმ ქალაქს ქვია ვარანასი. და აი სადაც არის აი სიკვდილის თემა, შივას ქალაქია და შივა არის ის, ვინც ასრულებს, ხო, სამყაროს ციკლს, ისევე როგორც იწყებს. და შივა ნიშნავს მადლიანს. და აი როდესაც იწყება ეს მაჰაპრალაია, ანუ სამყაროს გაქრობა რა, რომ აი ყველაფერი უბრუნდება პირველ საწყის მიზეზობრივ ფორმას, გამოუვლენელს და ანუ აი ეს რომ ავიღოთ, აი თქვა და 13 მილიარდი 700 მილიონი წლის წინათ რომ რაღაცა სინგულარული წერტილი აფეთქდა, თქვა, ხო? აი მანამდე რაც იყო, ესე იგი ეს ყველაფერი გამოუვლენელი ინფორმაციის დონეზე ხომ იყო? ის რომ ჩვენ აქ საუბრობთ, ეს უკვე იყო იქ, თორე რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა ახლა. ეს როგორც და ეს მომენტი, რომ ყველაფერი ერთდროულად არსებობს. აი იქ რომ არსებობდა, იმიტომ ვარსებობთ აქ. ანუ მიზეზი და შედეგი პრაქტიკულად ერთი და იგივეა, გამოვლინების ხარისხშია განსხვავება. დრო არსებობს, ახლა რა აბარას ვაკეთებთ, ახლა ეს დროში ხდება, მაგრამ ახლა მაგალითად ნაგარჯუნა ამბობს, ნაგარჯუნა ისეთი არჩეულებრივი ბიჭი იყო, არჯუნა, ესე ერქვა მას. და შემდგომ მან დიდი მისტიკური ცოდნა შეიძინა გველების სამეფოში, ნაგი გველს ნიშნავს და იქიდან მოყოლებული მას უკვე ნაგ არჯუნა, ანუ გველების გაზრდილი ბიჭი არჯუნა. ის ამბობს, რომ დრო საერთოდ არ არსებობს. რატომ? და ნახეთ როგორი არგუმენტია, რომ წარსული უკვე აღარ არის, მომავალი ჯერ არ არის და ეს აწყვარი ისეთი ხო რომ ვერიჭერ, ეს როგორ წარსულია, ხო? ძალიან საინტერესო, ანუ რას არ აკეთებს ტვინი, რომ როგორმე აისხლიტოს არ ყოფნა. აი განსხვავება არის იგივე ბუდიზმი, რომელსაც აი მეცნიერულად რომ შევხედოთ, ეს შუნიატა, სიცარიელე, რომ თავარი არის აი ეს შუნია ნირვანა ნიშნავს ჩაქრობას, შუნია ნიშნავს სიცარიელეს, მაგრამ არა ნიჰილისტური სიცარიელე. ეს არის უსტრუქტურო, რომელსაც სტრუქტურა არ აქვს, სუფთა წმინდა ენერგია, რომელშიც არის ყველაფერი გამოუვლენელი, კონცენტრირებული ერთ რაღაც სინგულარულ წერტილში, ესე უხეშად რომ ვთქვათ. ხო? ადამიანისთვის არ შეუძლია სიკვდილის გააზრება. ამიტომ არსებობს ჯოჯოხეთი, სამოთხე, ნირვანა, მირვანა, ეს შუნიატა, მუნიატა, რა არ მოვიფიქრეთ, რა არის სინამდვილეში, რა ვიცით. ერთადერთი ვიცით ის, რომ ჩვენ ახლა ამაზე ვჟუტურობთ. ჩვენ ამაზე ვსჯელობთ, ხო? ვისაც რა სწამს, იმის მიხედვით, როგორც არის სოსტატი და მარგარიტაში, ყველა მიიღებს იმას, რაც სწამდაო, ბოლანდი რა ეუბნება, ხო? ბოლანდის თემა დღეს ძალიან აქტუალურია ჩვენთან. ხო. სიკვდილის ფაქტორმა წარმოშვა კაცობრიობის კულტურაში რელიგია. რაც ჩამოვთვალეთ, ხო? აი ახლა წარმოიდგეთ, აი თქვა ბერძნული რომ ავიღოთ, ხო? აი ესე იგი პოემით იწყება, ხო? ეს ილიადა, ოდისეა და შემ, ხო? მერე არის ლირიკა და მერე არის დრამა. ნახეთ? ანუ როგორი ის არის, ესე იგი სიკვდილის ზეიმია ეს მთელი
ამბავი ყველა ხოცვა ჟლეტა და სიკვდილი ითვლება პატივად ბრძოლის ველზე, ხო? სიკვდილი გაღმერთებულია. ან რომ აიღოთ მაგალითად ჰერაკლეს გმირობები, ღმერთო ჩემო, ხოცვა ჟლეტა, ძალადობა, ქურდობა. ჰერაკლე არის რეციდივისტი. აშკარად აქვს ფსიქიკური აშლილობა და კაცი არის სადაყვანილი ჰერკულესის თანავარსკვლავედიო და მთელი ამბებიო და ეგერ დღემდე ერეკლე აბა რა არის უკვდავყოფილია მოძალადე მკვლელი ქურდი ჰერაკლიდების დინასტიაო ვინ ეკითხებოდა იმ ქალს ამ ჰერაკლესგან უნდა ამ დინასტიის სათავეში ყოფნა არაფერი მოძალადე იყო ანუ სიკვდილი იყო გაღმერთებული მერე მოდის ლირიული პოეზია, რომ უკვე ცოტა დამშვიდდა მათი ფსიქიკა რაღაცა მიზეზის გამო. და უკვე აქცენტი გაკეთდა ეროსზე, მთელი თავისი ვაქხანალიებით და და გავკურმართებებით თუ ასე თუ ისე და ბოლო რა არის ლიტერატურის დრამა. უკვე დრამა გახდა სიკვდილი. რისთვის? აი ესე კაცობრიობის ისტორია მინიატურაში ეპოსი, პოემა, ლირიკა და დრამა. გადრამატულდა, ანუ რა კრიზისია. ჩვენ ვერ ვხსნით. ან ეს დაბადება რა იყო, ან ეს სიკვდილი რა. აი უცნაურია რომ აი სიკვდილის გავლენა კაცობრიობის კულტურის ჩამოყალიბებაზე ზოგჯერ პირდაპირ იკითხება. და ზოგჯერ ესეთი ირიბი ხაზით. აი ყველაზე დიდი საოცრება ალბათ კაცობრიობის ინჟინერიის და არქიტექტურის ისტორიაში პირამიდები პირდაპირ მიძღვრილია სწორედ სიკვდილს და სიკვდილის რიტუალიზაციას. მეტი არაფერი. და თან აი გამომდინარე ამ ფაქტიდან, აი ყველაზე უცნაური კიდევ ეს არის, რომ ეგვიპტის პირამიდებზე არ მინდა რომ ხმად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს თემა არ არის ჩვენი დისკუსიის მთავარი კონცენტრირებული თემა. იმდენად მიუღებელია ზოგიერთი ადამიანისთვის, რომ პირამიდები არის სიკვდილის რიტუალის მონუმენტი, რომ ეძებენ სხვა მიზეზს. და ამის გამო არის ზოგი ხან უცხო პლანეტას ხედავს და ხან რაღაც სისულელეებს ხედავს და რაღაცა თანავარსკვლავედებს ხედავს იქ რაღაცა განლაგებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ბანალურად სიკვდილის რიტუალის არქიტექტურული ინტერპრეტაცია. და ყველა რელიგიაში, ანუ ქრისტეს მთელი ხატება და აღდგომის, ასე თქვათ, მთელი სათქმელიც, სწორედ ეს სიკვდილის დამარცხება არის და იმედი არის. და ქრისტეს ნარატივი კიდე განსხვავებულ, ასე თქვათ, ინტერპრეტაციას გვთავაზობს თვითონ სიკვდილის შემდეგ დასანახად, იმიტომ რომ ტრადიციული იუდაურ რელიგიაში არ იყო ეს სამოთხე და ჯოჯოხეთი და აი ამის მერე არის განვითარებული ქრისტიანულ რელიგიაში ეს რაღაცა ხაზი სამოთხის და ჯოჯოხეთის და აი როგორ ებრძვის ადამიანი მერე სიკვდილს აი მთელი სიკვდილი წარმოშობს თუ არა ადამიანში არალოგიკური ინტერპრეტაციებს და არალოგიკურობიდან გამომდინარე ლოგიკურია მერე შეიძლება ეს ინტერპრეტაციები იმიტომ რომ მთავარ მექანიზმს ვძლევთ ჩვენ ყველაზე მთავარი ხომ შედეგი არის რომ დასტაბილურდეს ჩვენი ფსიქოლოგია, ჩვენი ორგანიზმი და არ შევიდეს კრიზისულ მდგომარეობაში, არ გვეშინოდეს სიკვდილის. ნახეთ, ამბობენ რომ პირამიდის ტექსტებში, ხო, და ეს მიცვალებულთა წიგნი ეგრეთ წოდებული, ხო? ნათქვამია რომ ეს პირამიდები ააგო პირამიდაო ღმერთმა რამ ფარაონისთვის რათა მოეხდინა მისი სულის უკდავყოფა და შემდგომ მისი აღდგომა. ეს აღდგომის იდეა და სწორედ ამიტომ არისო, ხო, ეს მუმიფიცირება, რომ სხეული დაგჭირდებაო და არ უნდა გაფუჭდესო, როდესაც აღდგომა. ეს ეგვიპტური ნარატივი. მეორე საკითხია და ეს პირველი პირამიდები, ჯოსერის პირამიდა, ხო, ეს ზიქურატი იყო, აი ბაბილონი ბევრად ადრე, ეს ზიქურატებია, საფეხურებია, ხო? და საკრალურია 7 საფეხურია იქ რაღაცა, ხო? ეს ინიციაციის ცოდნის რომ როგორმე არ დამთავრდე. აი ის რომ ხორციელად უნდა აღდგე ხო? ეს ბადებს კითხვას რომ კი მაგრამ სული ხომ არ არის მატერიალური.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის ხორცი, ეს არის მატერია და სული მატერიალური არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მატერიალური არ არის, ანუ არ არის წყალბადი, ჟანგბადი, ფოსფორი, გოგირდი, რკინა, ნიკელი, კობალტი, ბერილიუმი. არ არის. სხვა რაღაცა, ანუ ატომისტური შენება არ აქვს სულს. აღდგომა სხეულით ნიშნავს იმას, რომ სხეული კვლავ აკრიფავს ესე, როგორც ნაძვის ხეზე სათამაშოები, ისე წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა და ბერილიუმი. ესე იგი თუ აღდგომა მოხდა სხეულებრივად და აღდგა და მამის სასუფეველში წავიდა და დაჯდა მისგან მარჯვნივო. ეს ხო ალეგორიაა. თუ ეს ალეგორია არ არის და პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, ესე იგი მამის სასუფეველი, რომელიც არის არამატერიალური, არ არისო წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი, სხვა რაღაცა ატომისტური სტრუქტურა არ არის და მარცხნივ მარჯვნივ ზევით ქვევით ცივით ცხელი მაღალი დაბალი ეს მატერიის თვისებებია და მატერიით სხეულებრივად შევიდა მამის სასუფეველში ნიშნავს რომ მატერიის კანონები შევიდა ხო ესე იგი ჩვენი ლოგიკით ასეა მამის სასუფეველში თუ შევედი ხორციელად ესე იგი შევედი წყალბადი ჟანგბადი გოგირდი ესე იგი შევედი თირკმელი ფილტვი გული პანკრეასი ესე იგი შევედი ნივთიერებათა ცვლით შევედი აბა თუ კუჭი მაქვს ესე იგი იმას სჭირდება საკვები ესე იგი იქაც აგრარული სექტორი იქნება და იქაც იწის დამუშავება და იქაც არჩევნები არ მინდა ასეთი აღდგომა მე არ მინდა რა ვიცი ჩემი მოკლედუნით დიდი ბოდიში კრეხლობაში არ ჩამომართვეთ არ მესმის სხეულებრივი აღდგომის მუღამი არ მინდა მე ხო არალოგიკური რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ხო მე მესმის მაგალითად რომ სხეულისგან გამთავისუფლდი და აი ეს ველური ფორმა ის რაც სხეულს ალამაზებს ის რაც სხეულს ასუნთქებს აი იმ ქსოვილოვანი სუნთქვით და იმ მიტოქონდრიებს და იმ ფილტრებს გაგიშლის აი ის რაც მასუნთქებს ის სულიერი რომელსაც არ სჭირდება სხეული სხეულს სჭირდება სული იმ სულისთვის სხეული ეს არის ეტაპი რომ აქ მე როგორც სულიერმა არსებამ გამოვცადო ადამიანად ყოფნა და მე თუ გამოვცადე და ამოვწურე ეს ადამიანად ყოფნა რაღაც მინდა მე ეს ადამიანის სხეული იმ სუფთა ენერგეტიკული ფორმით აღდგომა ანუ ბალანსის თუ ჰარმონიის აღდგენა სულში იმ ენერგეტიკული პროცესების ჰარმონია არის მიზანი ის არის სიცოცხლე სხეულის გარეშე რაც ჩემთვის ბევრად უფრო მომხიბვლელია ვიდრე ისევ სხეულით და ისევ თირკმელი და ისევ ღვიძლი და ისევ ნაღლის მუშტი ხო ალბათ იმიტომ რომ მე არ ვარ რელიგიური სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვიდრე მე ვერ გავიგე ეს რელიგიები რაც ვერ გავიგე გულწრფელად ვამბობ რომ ვერ გავიგე მაგრამ ამ არალოგიკურ დაშვებებში ლოგიკურ შეუთავსებლობებში კაცობრიობამ ხო იპოვა ნავსაყუდელი რაღაცნაირად ბევრმა ადამიანმა ამითი დაძლია კრიზისი ანუ თუნდაც ის ადამიანი რომელიც ომში იყო ან ის ადამიანი რომელიც ტყვეობაშია ან ის ადამიანი რომელიც გრძნობს გარდაუვალ სიკვდილს მისთვის აი ეს დიალოგი ღმერთთან მისთვის ფსიქოლოგიური გამოსავალია და არა უბრალოდ მიღება სიკვდილის აი სიკვდილის მიღების პროცესიც ფსიქოლოგიაშიც ხო მაღწერილია რაღაცა ეტაპებად. პირველი უარყოფა. მეორე გაბრაზება. მერე რაღაცა დეპრესია, ვაჭრობა, შეხვეწება. ხო, მერე დეპრესია. უკვე წუხარება და ბოლოს მიღება. აი ეს ხუთი ეტაპი აქვს. სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელსაც გარდაუვლად ემუქრება. კი. ეს ხოთაშორის ონკოლოგიური ცენტრების უმრავლესობაში არის ესე იგი კიბეს ესეთი კიბეს შორის მოკლედ სივრცე არ არის ან თუ არის ჩაფენილია რაღაც ესეთი ბადეები, როდესაც თან არ არის კულტურა რო შეფარვით უთხრ პირდაპირ ეუბნებიან და აი ამდენი დაგრჩა. აი 6 თვე დაგრჩა და ვერ უძლებს ფსიქიკა
და არ პრეცედენტები რო ხდებოდნენ და ამიტომ ეს რომ ვერ უძლებს ფსიქიკა ამას. აი რომ აი ესეც უკვე ბიოეთიკის საკითხია, უნდა უთხრა თუ არ უთხრა. ეგება ამ ადამიანს მოსასწრები აქვს რაღაცა, ხო, დასალაგებელი აქვს, ხო. ვინ როგორ აი აქ შემოდის უკვე არა უბრალოდ ბანალურად რიტუალური რელიგია. აი აქ შემოდის უკვე სულიერება როგორც ასეთი. ხო? იმიტომ რომ იმ რელიგიაშიც ეს ხოთაშორის ინდუსში არის ეს გუნების იდეა ძალიან საინტერესო რაჯას ტაპას და სატვა. აი ტამას ეს არის სიბრიყვე, უგუნურება, სიბნელე, ხო? რაჯას ეს არის ვნება, აგრესია და სატია ეს არის ცით აი სიწმინდე, სინათლე. იმისა და მიხედეთ ვინ რა გუნაში აი ამ თვისებებში, ხო? აი თუ არის სიბრიყვე, სიბნელე, უმეცრება, ის ფანატიზმშია. აი როგორი ბუნებაც აქვს, ის ეს წამს. აი რაც დაატრიალეს ეხლა თქვა აი ისრაელში აი ამ ხამასი თუ ვიღაცა რომ 1500 ადამიანი დედიან ბუდიანად ამოხოცეს. და თან ტელეფონზე ურეკავდნენ ახლობლებს და აჩვენებდნენ როგორ ხოცავდნენ საშინელებებს ატრიალებდნენ ალახის სახელით, ხო? მე აი ეს რაჯას ანუ ვნება, ცეცხლოვანი და ესე ხო? აი თუ ამ ასეთი ტიპაჟია ადამიანი, ხო? მისი რწმენაც იქნება ასეთივე აგრესიული, შეიძლება არ დახოცოს არავინ, მაგრამ ვერ გადაათქმევინებ. მოსაუბრე არა მოლაპარაკებადია. ხო? და აი თუ არის ეს სატვა, სატია, სიწმინდეში ამბობს, რომ განსხვავებები არის ფორმებში. აი თავარი იდეები, ეს ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებაა. შენ ისე გწევ, შენ ისე იწერ პირჯვარს და ის ასე იწერს პირჯვარს, ხო? ჩვენთან ასე აქვს ფეხები, ისე აქვს ფეხები, მაგრამ ეს ერთია. რამდენი შემთხვევაა, რომ ასე გადაჯვარედინებული ფეხით ჯვარი მოიხსნა, გადააგდო, იმიტომ რომ ეს არ არის მართლა ქრისტეა ზედ, ხო? გადააგდე, ქრისტე გადააგდე. და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმისა და მიხედვით, აი ჩვენ ისე და ისე მივდივართ აქამდე, რომ ნებისმიერი განსაცდელი, რაც ადამიანს დაგიდგა, ხო, გადალახვადია ნამდვილი სულიერი ცოდნით, განათლებით, ხო? აღარ შველის ხო არაფერი. იცი ხო რომ სხეულს ტოვებ. აი ხშირად ვამბობ, რომ აი ორ რაღაცაში უნდა გაგემართლო, სიყვარულში და სიკვდილში. და სიკვდილში გამართლება რა არის? დროულად. აი უდროა ბავშვი რო კვდება კაცო, ხო? უდროა, როდესაც მაშინ ავტომანქანაში გაზის ბალონი გიფეთქდება არასწორად დამონტაჟებული რაღაცი ტექნიკის გამო. უდროა, როდესაც ციხეში ცემით კლავა, ხო, არის დროული სიბერით. და გამართლება ნიშნავს იმას, რომ უმტკივნეულოდ ძილში. და თან მაგალითად იყო ცხადი ცნობიერებით. ხო. მაგალითად, ან ძილში წახვიდე, ან ცხადი ცნობიერებით წახვიდე, ხო? აი ამაში გეხმარება განათლება და ცოდნა. და არა უბრალოდ რიტუალური, ან უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელი. აი სულ მიგვერს როგორ შეიძლება კლინიკაში სადაც პაციენტი დათრგუნული, ტკივა, გაჭირვებული და ასე შემდეგ და გადაპარსული თეთრი ასეთი უსიცოცხლო კედლები. აი რატომ არ უნდა იყოს ლამაზი ნახატები, ლამაზი შპალერი, გასაგებია რომ ჰიგიენა და რაღაც, მაგრამ ხო შეიძლება იყოს კომფორტი. რა თქმა უნდა. ხო შეიძლება იყოს აი იგივე მაგალითად ახლა თეატრი მედიცინის დარგი იყო. ხო? სადაც არის ასკლეპიუსის ტაძარი, ანუ კლინიკა. იქვე იყო თეატრი და პაციენტები, ვისაც არ შეეძლო სიარული, მაღალი ბორცვებიდან უყურებდნენ სპექტაკლებს და ძირითადად გადიოდა კომედიური ჟანრის სპექტაკლები, რომ დადებითი ემოციები წამოეღო. აი როგორც მოგებული ქვეყნის ჯარისკაცს უფრო კარგად უხორცდება ჭრილობა, ვიდრე წაგებული ქვეყნის ჯარისკაცს. რომ შენ რო ხარ მწუხარებაში, აი კბილი გტკივა და შემოგივარდა ყაჩაღი, კბილის ტკივილი გავიწყდება. მწუხარებაში ხარ და ამ დროს მოგივიდა ანგარიშზე, რომ შენს ანგარიშზე დაირიცხა 300 მილიონი ქუეიტური დინარი შვეიცარიის ბანკში. მწუხარება გაგივლის. ესე იგი ქცალია იმ მწუხარებისთვის. ხო. აი ჩვენი დისკუსია მოდი მოვამკოლოთ უკვე თანატოლოგიის მესამე დონით და ეს არის უკვე სოციალური გავლენა სიკვდილის. ანუ საზოგადოების განცდა რომ კულტურული იდენტობა მოკვდავია. ერის პასუხი დაუშვათ კრიზისზე,
რომ შეიძლება მათი იდენტობა მოკვდავი იყოს. მაგალითად უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ეს ხო კოლექტიური ასე ვთქვათ პასუხია რომ გადაირჩინოს ცოცხალმა სოციალურმა ორგანიზმმა თავი აგრესიისგან და ცალ-ცალკე ადამიანებს შეიძლება არ ემუქრებათ იქ სიკვდილი უბრალოდ გაიხსნებიან იქიდან რომ ეგრე იყოს მთავარი პრობლემა მაგრამ აქ მეორე ფაქტორი შემოდის ჩვენს ქართულ რეალობაშიც არის მუდმივად 30 წლის განმავლობაში რამოდენიმე სერიოზული ეტაპი ისეთი საკვანძო მომენტი ჩვენი ნაციონალიზმის ფორმირების და მერე ვერ ფორმირების იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა ეტაპზე ვერ გავიმარჯვეთ ომები 2008 წლის ომი ახლა მიმდინარე მოვლენებიც განცდა კატასტროფის სიკვდილის შენ როგორ აფასებ აი სწორედ აი ამ სიკვდილის და კატასტროფის მოსალოდნელი საფრთხის სპეკულაციით ხდება საზოგადოებრივი აზრის მართვა. დიახ. ნახეთ, ჩვენი ბაბუები, ბებიები, დედები, მამები, ხო, მე ჩემი თაობა ჩვენ მე-20 საუკუნე და 70-იანი 80-იანი წლი. ვინც დავიბადეთ, ხო? ეს ხო საბჭოთა კავშირის ტალღაა. ეს არის ის ოჯახები ჩვენი, რომელსაც ახსოვს მეორე მსოფლიო ომის გამოძახილები ოჯახში. ეხლა მაგალითად ბაბუა ჩემი, რომელიც 17 წლის ასაკში გადაასახლეს, არაფრის გულისთვის, მართლა 17 წლის იყო, დაასმინა მეზობელმა და ასე შემდეგ, არაფერი. რომ ჩამოვიდა უკვე იყო შეშლილი. ნუ არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ნევროზი ჰქონდა საშინელი. გამოდიოდა ყოველ დილით მაშინ აივანზე, სანზონაში და მღეროდა «Широка страна моя родная, много в ней лесов, полей рек, я другой такой страны не знаю, где так вольно дышит человек». მღეროდა მთელი მეზობლების გასაგონად, რომ საბჭოთა კავშირი არის საკვირველია და შემოგვიდა ტიროდა ცრემლები მოდიოდა. შეტრიალდებოდა და მერე წაიმღერებდა კიდევ სტალინი და ბერია ორივე საყვარელია. აი ეს იყო საბჭოთა კავშირის ტალღა, რომელმაც გამოიყვანას ჰომო სოვიეტიკუსები და აი ეს ნიშა, ვინც გადარჩა დღემდე ცოცხალია და ღმერთმა დიდხა საცოცხლოს, ეს არის ძირითადი პლასტი, ოღონდაც მშვიდობა იყოს და ხო? ამათი შეიგე შთამომავლობა, რომელიც ამაურაში იზრდება, ეს არის ჩვენი თაობა მეტნაკლებად, ხო? რომელსაც აწმება ეს მომენტი, რომ თუ ვიღაცა ესე ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა ომში, ხო? რამე რო იყოს და ჩვენ აგერ 2008 წელში ხომ აი არასწორად მოვიქეცით, უკაცრავად უკრაინაც არასწორად მოექცა, ხო? ხო, არა, ამათი ეს ხო აბსოლუტურად ზიზღის მიზეზი ხო არის რომ და რო ეკითხები რომ ვარცხვენს უკრაინა რო ის იბრძვის და ჩვენ არ ვიბრძვით. ხო, ანუ სამშობლოს დაცვა ხო. არის გრეხი. ამათ ენაზე მე სპეციალურად ვიყენებ ჟარგონებს, ამით მივანიშნებ რა კონტინგენტზეა საუბარი. ხო. ხო? და გეუბნებიან რომ აი თუ შენ კარგად არ მოიქცევი, მაშინ ომი იქნება. როგორც ერთი ბავშვი ყვებოდა, почему Ельцин хороший? И почему Ельцин плохой? Он плохой, потому что бомбит Чечню, например. А хороший, потому что не бомбит нас. ესე იგი ეს თემა, ეს ნეკრომანტიული თემა არის წამოგებული საზოგადოების იმ ძირითად ნაწილზე, რომელსაც ახსოვს ომი, ახსოვს გაჭირვება და ეუბნება რომ შენ თუ იმას არ გააკეთებ, რასაც გეუბნები, იმ მდგომარეობაში ჩავარდები და ახლა ხომ გაქვს წყალი, შუქი, გაზი, ელემენტარული. Ну ничего, დამარხულია უკვე მიცაშია და ეს ничего. ხო? აი ეს თაობა რომელიც იბრძვის ეს არის უკვე ის თაობა, რომელმაც აი 2000-იან წლებში, ხო, უკვე დაიწყო გარდაქმნები, როდესაც აშენდა იუსტიციის სახლი, სადაც პასპორტს ქრთამის გარეშე აიღებ და გვერდზე ნაწილში შეგიძლია მანქანა გააფორმო და იქვე სამნაბიჯში ბინა გადმოიფორმო და ქრთამი არ გადაიხადო და როდესაც ჩამოვიდა ჩვენთან აზერბაიჯანელი სტუმარი და გაოგნებული ამბობდა, რომ კაცო ეს რა ვნახეო პატრონს $100 შევთავაზეო. სიჩქარის გადასწრება არა იყო, ბიჭო, ეს რა გააკეთეთ? ეს ვინ ხართო $100 ქრთამი არა იყო პატრონს ის დროს პატრონი ყავდა. რა შეშია პოლიტიკა. არ ვეხები, მე მეხება.
და მე ვხედავ რომ ელემენტარული აი ეს პირველი შრე მასლოუს პირამიდის ხო საჭმელი სექსუალობას დავანებოთ თავი ხო არა ეგეც არ არის პირველი და იმიტომ რაღაცა სოციალურია მაინც ეგეც აღიარებაა ხო მაგრამ ეხლა უბრალოდ ვამბობ რომ საჭმელი და უსაფრთხოებით ხდება მართვა და აი სექსუალობით ხო რა ევროპას უნდა ბიჭების გათხოვება ანუ ქართველი ბიჭების გათხოვებაზე უკაცრავად ერთ-ერთი ცენტრი გეი არის მილანი და ძალიან მოდაშია სპორტული აღნაგობის განსაკუთრებით პროვინციალი ბიჭები დია მადლობა დიდი მადლობა თქვენ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გქონდა და მექნება იმედია კიდე სიამოვნება რომ მოგიწვიო გქონდეს უფრო დიდი ეთერი დიდი ხანგრძლივი დროით ეხლა დროში ვარჩეს ხუთუნები მეგობრებო ეს გახდა დია ყოლბაია თემა ძალიან საინტერესო იმედია ისიამოვნეთ მე ირაკლი მეფარიშვილი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის